როდის სჯობს ეპილაციის გაკეთება? რუჯიდან რამდენ ხანში ან გარუჯვამდე რამდენი ხნით ადრე? საერთოდ გარუჯული არ უნდა იყოს. დავიჯერო ერთ დაწესებულებაში ყველა ტიპის ლაზერის აპარატი დგას და ჩვენ ვაკეთებთ სამსხივიან ლაზერს, ეს არის აბსოლუტურად მარკეტინგული ხრიკი. რას ურჩევს ზაზა მაგალითად პაციენტებს, ვისაც სახეზე აქვს თვიანი საფარველი და არიან ასეთები? სახის არეზე ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი მაღალი რისკია ზუსტად გამონაყრის განვითარების, მათ შორის ფოლიკულიტისაც ან მტკიცების ანთების და ასევე აკნეს პროვოცირების რისკიც არსებობს. ყველაზე ეფექტური ლაზერული ეპილაცია არის ადამიანში, რომელსაც აქვს მე თუ ვთქვი რომ მე-12 ატომური ბომბი ათქო. ეს არის როდის შეიძლება აწარმოოს ადამიანმა ესთეტიკური პროცედურები თუ კონკრეტულად მას ეს ოხერი აკნე აწუხებს? ჩემთან დღეში თუ მოდის აკნეს დაავადებით 20 პაციენტი, 20-დან 15 არის რთული ფორმით. რეციდივი არ ექნებოდა, რომ არ გაეკეთებინა ის რაც გააკეთა. რა გააკეთა?